ვანო მერაბიშვილის მადლობა ნინო ბურჯანაძეს. ბრალდებულმა ყოფილმა მინისტრმა 26 მაისის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის დაკითხვას და მის პასუხებს გულწრფელი უწოდა. მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ ბურჯანაძე მოვლენების შეფასებისას დღეს ობიექტური იყო, რაც მნიშვნელოვანია დაცვის მხარის ინტერესებისთვის. რაც შეეხება ბურჯანაძის განცხადებებს, ამას ნინო არღულიანი გაგვაცნობს, რომელიც პროცესს თავად ესწრებოდა. ნინო, რა კითხვებზე მოუწია ბურჯანაძეს პასუხის გაცემა? გარდა 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისა, ნინო ბურჯანაძეს ასევე პასუხების გაცემა მოუწია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე, ასევე 2007 წლის 7 ნოემბრის აქციაზე, ასევე იმ სატელეფონო ჩანაწერებზე, რომელიც 26 მაისთან დაკავშირებით გავრცელდა და სადაც საუბარია ანზორ ბიწაძესა და ბადრი ბიწაძესთან დაკავშირებით, ასევე ნინო ბურჯანაძეს დღეს საუბარი მოუწია მოსკოვში ვიზიტზე და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე. დღევანდელ პროცესს ესწრებოდნენ 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის მშობლები, რომელსაც ნინო ბურჯანაძემ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ ის აპირებს უკვე დამოუკიდებლად გამოიძიოს აღნიშნული საკითხი, რადგან მისი თქმით აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშნები კვლავ არსებობს. ნინო ბურჯანაძემ ასევე დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ ვანო მერაბიშვილი 26 მაისის საქმეში არის ერთ-ერთი დამნაშავე, თუმცა მთავარი დამნაშავე არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ის მზად არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგაც მიცეს ჩვენება, თუ კი სასამართლო ასეთი ჩვენები დაინტერესდება. ნინო ბურჯანაძემ ასევე დღესვე ისაუბრა, რომ მან არაერთხელ მიმართა უკვე ახალ ხელისუფლებას და საგამოძიებო უწყებებს, რომ მოხდეს 26 მაისის მოვლენების ხელახალი გამოძიება. მან თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ჰქონდა ყოფილ პროკურორ არჩილ კბილაშვილთან, თუმცა აქვე დასძინა, რომ დღემდე აღნიშნული საკითხის გამოძიება დაწყებული არ არის. არ გჭირდებოდა არანაირი სანქცია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ იცნობს ვალდებულებას მოქალაქეებისა, რომ სანქცირებულ მიტინგში იღებდნენ მონაწილეობას. საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ მოქალაქეებს აქვთ შეუზღუდავი უფლება შეიკრიბონ და გამოხატონ თავისი აზრი. ნინო ბურჯანაძის დაკითხვა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა საქალაქო სასამართლოში. ნინო ბურჯანაძის დაკითხვის დასრულების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერს მოვლენების ობიექტური შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ აღნიშნული ჩვენება მის ადვოკატებს დაეხმარება საქმის საბოლოო შეფასებისთვის. გარდა ამისა, ვანო მერაბიშვილმა დღევანდელ პროცესში ასევე თქვა, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ნინო ბურჯანაძის მეუღლე ანზორ ბიწაძე იყო. მადლობა გადაუხადო, რომ ყველაფერი ფარავს ფიქრობ ალბათ და ყველა დაწუნდა რეალურად გამიზნები ამბობთ ალბათ და როგორი მინდა მიტინგი ობიექტურად იყო შეფასებული ყველაფერი. მე მგონია, რომ ჩემ დათვას ძალიან გამოადგება ხალხური ნინოს მიერ მოშეული ჩვენები. გასაგებია, ბრალდების პარიშები. ჩემთვის თავარია ობიექტურობა. თუ ობიექტურობა დაგეხმარებათ ბატონო, მოხარული ვიქნები უნდა. შეკითხვა თუ არა, ახლა თვითონ შეკითხვა დამისვა. არა, მე არ დამისვამ შეკითხვა. მე ვთქვი, რომ ჩემთვის თავარია ობიექტურობა. შევახსენებ ხალხური ნინოს, რომ მე ასე ვთქვათ, არ ვამტყუნებ, მაგრამ 2007 წლის ნოემბრის მიტინგის დაშლის ინიციატივა მოდიოდა ბატონი ბიწაძესგან. ეს იყო ცინიზმით, ზოგჯერ პოლიტიკური სიბრიყვით სავსე როგორ გითხრათ, პოლიტიკური ლექცია ადამიანის, რომელიც ღიად შეეკრა საქართველოს მტრებს, რომელიც კერძოდ რახან ამ კონკრეტულ საქმეზე საუბრობდა, ყველა მისი ნაბიჯით იყო მომართული ძალადობისკენ და სისხლისღვრისკენ 2011 წლის 26 მაისს. როგორც უკვე მოისმინეთ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პოლიტიკოსების დაკითხვას 26 მაისის საქმეში პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ანგარიშწორებად მიიჩნევენ. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში იკითხება ვანო მერაბიშვილის მოადგილე შალვა ჯანაშვილი, რომელიც გავრცელებული არსებული ინფორმაციით ხელმძღვანელობდა 26 მაის აქციის დაშლას. შალვა ჯანაშვილის შემდეგ აქ დაიკითხება დეპუტატი გოგი ქავთარაძე, რომელიც 26 მაისის მოვლენებს კიდევ ერთხელ გაიხსენებს. ვიყავი დაბარებული ქალბატონ ნინო აძლევს ჩვენებას მე
არავინ არ დამიძახა, მე გამოვიდა ვიღაცა პროკურატურიდან დაძახებული ვიღაც პიროვნება და მითხრა რომ პროკურორმა დამაბარეს რომ შეუძლია დღეს აღარ დაგჭირდება და თავისუფალია. მე კიდე მივდივარ ხვალ 4 შაბათსარი პლენარული სხდომა ქუთაისში და მე იქ მივდივარ და მე როდის ჩამოვალ მე არ ვიცი. ზუსტად 4 საათია საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ დღეს სასამართლო 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მსჯელობს. მერაბიშვილის სასამართლოს ხდომის დეტალები ნინო არღულიანმა გაგვაცნო. სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაპირისპირება მოხდა ნინო ბურჯანაძისა და ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებს შორის. დაკავებულია ერთი ადამიანი. დემოკრატიული მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები თავისუფალი ზონის მიერ ორგანიზებულმა აქციამ გააღიზიანა, რასაც სასამართლოს ეზოს შესასვლელთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა. ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერები ვართ. აქ უნდა მოვიდეს დინო ბურჯანაძე. მისი მხარდამჭერები მოვიდნენ, ჩვენთვის გავართ წყნარად, არაფერს არ ვაშავეთ და დაგვიწყეს ჩხუბი, არ მოწონთ ეს პლაკატი. ჩვენ მოვითხოვთ ვანო მერაბიშვილის თავისუფლებას და ჩვენ ამას მივაღწევთ. მოგვივარდნენ მისი პროვოკატორები და დაუწყეს ჩვენ ბიჭოს თავისუფალი ზონის ბიჭოს წიხლების რტყმა, სახეზე ხელის მოკიდება და გინება ფურთხება და ეხლა წაიყვანეს 2 თუ 3 პიროვნება, დანარჩენები აგდგანან და პროვოკაციას გვიწყობენ. არავითარი პროვოკაცია გამოვიარეთ ჩვეულებრივად. და ნუ მოგვაყენე შეურაცხყოფა სიტყვიერი პროვოკატორები ხართ, კრიმინალები ხართო და შესაბამისად არაფერი პასუხი იყო სიტყვიერი და ნუ ცდილობდნენ რომ პროვოკაცია მოეწყოთ. ჩვენ მხრიდან არანაირი პროვოკაციას ადგილი არ ქონია, შეგიძლიათ გაიხედოთ მარჯვნიდან და დაინახავთ პროვოკატორები ვინ არიან აქ მოსულები და რისთვის არიან. შეხედოთ მათ ტრანსპარანტებს, აი ეს ხალხი არის, რომ ვინ ადამიანის მხარდამჭერები არიან, რომელზეც გავრცელდა რამოდენიმე დღის წინ ვიდეოები, როდესაც ადამიანი უკვეთავს 2 ქართველი მოქალაქის გვამს.